სახეზე და ტანზე ჩირქოვანი გამონაყარი ბევრს მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა გონია, მაგალითად დერმატიტი ან ალერგია. სამკურნალოდ იყენებენ ადგილობრივად მალომოებს ან მიდიან კოსმეტოლოგთან. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ზოგ შემთხვევაში ეს ორგანიზმის ძლიერი დაბინძურების ერთ-ერთი ნიშანია. როდესაც ორგანიზმში იმდენი ტოქსინი გროვდება, რომ გამომყოფი ორგანოები და ლიმფური სისტემა ვერ ერევა მის გამოდევნას, ეს ტოქსინები გამოდის ორგანიზმიდან არაბუნებრივი გზით, მაგალითად კანის საფარიდან. ამას ადგილობრივად ემატება ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად სტრეპტოკოკი ან სტაფილოკოკი და შედეგად ვიღებთ ადგილობრივად კანთებით ჩირქოვან პროცესს. ამიტომ გამონაყარის მკურნალობა პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ორგანიზმის წმენდით, ანუ დეტოქს პროგრამით. უნდა გაიწმინდოს უჯრედი, უჯრედშორისი სითხე, ლიმფური სისტემა და ნაწლავი. ამის შემდეგ გამონაყარი ნელ-ნელა ალაგდება. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი, ნუტრიციოლოგი. დაგეხმარები გაიუმჯობესო ჯანმრთელობა ისე, რომ აღარ დაგჭირდეს ექიმი და წამალი. კონსულტაციაზე ჩასაწერად დამიკავშირდით პირად შეტყობინებაში.